კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოსტის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას მე ლევან წუწუნავარ. 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა თბილისის ცენტრში პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ასობით ადამიანი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამა. მოგვიანებით 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის ოპოზიციურად განწყობილმა ჯგუფებმა დღევანდელი ტრაგიკული დღეც პროვოკაციებისთვის გამოიყენეს. წინა წლის მსგავსად ისინი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და 9 აპრილს გარდაცვლილებისთვის პატივის მისაგებად მისულ მოქალაქეებს მემორიალთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. შეურაცხყოფა მიაყენეს და მონა ეძახეს. აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ ადგილზე მისულ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესაც. Problema digzala თქვენ მე 9 აპრილის მემორიალთან მოსვლას. უბრალოდ. კარგი, გეკითხები, ნაციონალური მოძრაობა არის? მე ნაციონალური მოძრაობა ზოგადად გეკითხები. კავშირი არ მაქვს. მამუკა ხაზარაძის და გია ბარამიძის პარტია არის დირსი ვახმოვიდეს. ხალხის პრობლემას 18 ევროდ ვერაპოსტავაზე ხელი აწიეს. არის მხირსი ვახი ხოს? ქართული ოცნების წარსული. რაში მე გეკითხები, ალბათო თქვენ ჩახვეული გან ერთ და იგივე. 9 აპრილის მემორიალთან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების მიერ მოწყობილ პროვოკაციას მმართველი გუნდი საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა დაფასებს. ქართული ოცნების წევრები გასულ წელს აქციის მონაწილეების რადიკალურ ქმედებებსაც იხსენებენ, როდესაც ისინი მოქალაქეებს მემორიალთან მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მათ გვერდით კი ნაცოპოზიციის წარმომადგენლები იდგნენ. მათი ასე თქვა მდგომარეობა იმდენად მძიმეა და უიმედოა, რომ ერთადერთი რაც დარჩენიათ რომ რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალის წინ მოაწყონ პროვოკაციები. ანუ ესენი ფაქტობრივად მემკვიდრეები არიან როდიონოვის ჯარისკაცებისა, რომელთა მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ქართულ ხალხს თავისი თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალება არ ქონოდა, მათ შორის რუსთაველზე. ამიტომ ისინი ამას აგრძელებენ. პროვოკაცია, თავდასხმა არის მათი ერთადერთი ასე ვთქვათ იარაღი. 9 აპრილი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის ერთობის და გამძლიანების სიმბოლო. და ეს ადამიანები ცდილობენ ამ შემთხვევაში, რომ ეს სიმბოლო პირიქით შეცვალონ და ერის ორად გაყოფის სიმბოლოდ აქცია. ეს არის ნამდვილად შეკვეთილი, ისევე როგორც იყო აქამდე და როგორც გააკეთეს შარშან და რა თქმა უნდა, მცირე ოდენობა იმ ადამიანების ვერანაირად ვერ შეძლებენ 9 აპრილის დაკნინებას და ვერ შეუცვლიან მას სტატუსს. მადლობა თავისუფლებისთვის ამ შინაარსის ქარდები სოციალურ ქსელში ვრცელდება. პარტია ქართული ოცნება, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის წევრები 37 წლის წინ მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ეხმაურებიან და მადლიერებას გამოხატავენ მათ მიმართ, ვინც 9 აპრილს უშიშრად იდგა საქართველოს თავისუფლების სადარაჯოზე და საკუთარი სიცოცხლით სამშობლოს დამოუკიდებლობას შესწირა. 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს. ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია. თარიღ სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა და ქართველი ხალხის თავგანწირვამ მთელ მსოფლიოს უჩვენა, რომ ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება სიცოცხლეზე მაღლა დგას. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. ერთდროულად უდიდესი ტკივილისა და დიდი გამარჯვების დღე, რომელიც ქართველი ერის თავისუფლებისთვის ბრძოლის რთულ გზაზე გარდამტეხი აღმოჩნდა. ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე კი წარუშლელი კვალი დატოვა. რუსთაველის გამზირზე განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა და ქართველი ხალხის თავგანწირვამ მთელ მსოფლიოს უჩვენა, რომ ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება სიცოცხლეზე მაღლა დგას. ამ ღამით განვითარებულმა
ტრაგიკულმა მოვლენებმაც კი ვერ ჩაახშო ქართველი ერისხმა, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვდა. 9 აპრილის ღამე იქცა ეროვნული ერთიანობისა და შეუდრეკელი ბრძოლის სიმბოლოდ, რომელმაც განაპირობა ის, რომ 2 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს. ამ გზის ღირსეულად გაგრძელება კი თითოეული ქართველის ვალია. მადლობა თავისუფლებისთვის, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, გვფარავდეს ღმერთი. თარიღ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს, წერს შალვა პაპუაშვილი. მისი განცხადებით 35 წლის მანძილზე არასოდეს შევეგუეთ მარცხს, ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, შევიგრძენით დამოუკიდებლობის სიმძიმეც და სიტკბოც, მისი ფასიც და მისი ღირსებაც. ჩვენ გვაქვს 2-9 აპრილი 1999 წლის 9 აპრილის ღამე და 1991 წლის 9 აპრილის დღე. ეს ორი თარიღი განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ განუყოფლადაა ერთმანეთთან გადაჯაჭვული. 9 აპრილის ხსენებისას უპირველესად ვიხსენებთ 1999 წელს, ვინც იმ წელს მოესწრო. ახსოვს რა მასშტაბის ტრაგედია დატრიალდა, როგორ დაითრგუნა გარემო და როგორ იფეთქა საერთოდ ყივილმა და ბრაზმა. თუმცა ტრაგედიას ძალიან მალე, სულ 2 წელიწადში 1991 წლის 9 აპრილს პარლამენტის დღევანდელ სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოყვა. უკვე 35 წელი არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მძიმე ეკლიან და გამოცდებით სავსე გზას მიუყვებით. ამ გზაზე არაერთი შეცდომა დავუშვით, მძიმე საფასური გადავიხადეთ, არაერთხელ დავმარცხდით და წავიქეცით, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ყოველ ჯერზე წამოვდექით, არასოდეს შევეგუეთ მარცხს, ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე, შევიგრძენით დამოუკიდებლობის სიმძიმეც და სიტკბოც, მისი ფასიც და მისი ღირსებაც. ეს არის ჩვენი 35 წლიანი მონაგარი. 10 წლეულებს გადმოწვდა იმ ტრაგიკულ ღამეს უწმინდესი პატრიარქის გაფრთხილება, რომ საშიშროება რეალურია და ეს სიტყვები დღემდე ეკოდ გვესმის. განადღეს ნაკლები საშიშროებები გვემუქრება, ისინი არსად გამქრალან. საფრთხეები იცვლიან ფორმას, მაგრამ არ ქრებიან. ამავე დროს დღემდე ისმის და ქუხს სხვა სიტყვებით, რომ აღსრულდა ნება ქართველი ერისა. დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენობა არ არის უბრალოდ სიტყვები. ეს არის ჩვენი იდენტობა, ჩვენი ბრძოლის შედეგი, ჩვენი აღმართული დროშა, რომელსაც ვერავინ დაგვახრევინებს. ვინაიდან არასდროს დადგება დღე, როდესაც არ ვიტყვით ხმამაღლად, მტკიცედ და შეურყევლად. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, გვფარავდეს ღმერთი. რუსთავში დამოუკიდებლობის სახელობის სკვერში ახალგაზრდებთან და 9 აპრილის მოვლენების მონაწილე რუსთაველებთან ერთად რუსთავის მერი, რუსთავის დელეგატი, საკრებულოს თავმჯდომარე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და 37 წლის წინ თბილისში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. მოგვიანებით 9 აპრილის მემორიალისკენ მსვლელობით დაიძრნენ, სადაც წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა 9 აპრილს დაღუპულთა პანაშვიდი გადაიხადა. სიმბოლურად წითელი ტიტებით მორთული მემორიალი რუსთაველებმა ყვავილებით შეამკეს. ამ დღეს ტრადიციულად ვიკრიბებით ახალგაზრდებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ახალმა თაობამ იცოდეს თუ რამხელა მსხვერპლის გაღება მოუწია ჩვენს ქვეყანას, იმისთვის რომ დღეს ჩვენი დროშით, ჩვენი გერბით, ჩვენი ჰიმნით გვეთქვა მადლობა თავისუფლებისთვის. 9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. დღე, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი ყოველთვის დიდი გულისწყევრით, მაგრამ ამავე დროს სიამაყით ვიხსენებთ. ჩვენი ვალია ყოველთვის გვახსოვდეს სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირები და ღირსეული პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. 37 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს თელავში, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაქეს. 9 აპრილს საქართველოს მოქალაქეების ერთობამ დაუდო საფუძველი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. დღეს შევიკრიბეთ ერთად ისევ, რომ გადავუხადოთ მადლობა ჩვენს გმირებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რისთვისაც ჩვენმა გმირებმა გაიღეს ყველაზე ძვირფასი, რაც კი გააჩნდათ საკუთარი სიცოცხლე. მინდა გითხრათ, რომ 9 აპრილი ამის შემდეგ არის როგორც დიდი ტკივილის, ასევე დიდი სიამაყის დღე, რადგან
9 აპრილს იმ ახალგაზრდები, რომლებიც შეეწინენ, მას შემდეგ საქართველოს გაიღვიძა. გიგავალიანის საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით პროკურატურა ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის სექტემბერში ალექსანდრე გაბაშვილი ნია იმნაძისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაუკავშირდა მეგობრებს გიორგი რიკაძეს და დემეტრე ჩიქოვანს და გადაწყვიტეს გიგავალიანზე ჯგუფურად თავდასხმა, რაც სისრულეში 2025 წლის 1 ოქტომბერს მოიყვანეს. გიგავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულები სისტემატურად ძალადობდნენ მათთვის მიუღებელ პირებზე და პროცესს მობილური ტელეფონით იღებდნენ. სასამართლომ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს 10 წლითა და 6 თვით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ არსებული მონაცემები, რომელიც 2024 წლიდან არ განახლებულა და ქვეყნის პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილია მოხსენიებული. ქართული მხარის მიერ გაგზავნილი ვერბალური ნოტის შემდეგ გერმანიის საგარეო უწყება კორესპონდენციის დამუშავების ვადებზე საუბრობს. რატომ ხდება სხვა ქვეყნების შემთხვევაში ვებსაიტზე პერიოდული განახლებები მაშინ, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით მონაცემები თითქმის წელიწად ნახევარია არ შეცვლილა. კითხვაზე გერმანიის ელჩი დუმს. მმართველი გუნდი გერმანიის მთავრობას ქართული ხალხის შეურაცხყოფასა და ხელისუფლების უპატივცემულობაში ადანაშაულებს. ეს არის ქვეყნის მტრობა და არა მარტო ხელისუფლების მიმართ არის ეს დემარში. ეს არის მთელი საზოგადოების უპატივცემულობა, დამცირება და ასეთი ფორმით გადაწყვიტეს დღეს ებრძოლონ ქვეყანას, რომელიც არ თანხმდება გარკვეული პროცესების განვითარებაზე, რომელიც ქვეყანაში მოიტანს ქაოსს, არეულობას და დესტაბილიზაციას. და ამაში პირდაპირ არის ჩართული ამის მცდელობაში გერმანიის ელჩი. გერმანიის ელჩის უკან დგას საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვიცით თვითონ ელჩის ქმედებები, რომელსაც დიპლომატიურობასთან ნაკლები კავშირი აქვს. ამიტომ ეს არის რა თქმა უნდა ყველაფერი ამის გამოძახილი და სამწუხაროა, რომ გერმანიის ხელისუფლება ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, ვერ გარკვეულა, რომ არჩევნები ჩატარდა, პრეზიდენტის პოზიციაზე სხვა ადამიანია და ისიც რომ 4 ოქტომბრის გადატრიალებაც ვერ შედგა. აქედან გამომდინარე, უჭირთ ამის აღიარება, მაგრამ ადრე თუ გვიან მოუწევთ. მე ნამდვილად ვერ დავარქვე ამას რაღაც ტექნიკურ უზუსტობას. ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული გერმანიის მთავრობის მხრიდან და ეს არის ნამდვილად პრიმიტიული ნაბიჯი იმისკენ, რომ თითქოს რაღაც ლეგიტიმაცია არ შეძინონ ჩვენს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. მაგრამ არა უშავს, მათ საიტზე იქნება თუ არ იქნება ეს ინფორმაცია მითითებული, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგზავნებთ ჩვენი პოლიტიკის განვითარებას ისე როგორც გავაკეთებდით აქამდე და იმედი მაქვს ადრე თუ გვიან მოუწევთ მათ ამ ინფორმაციის შეცვლა. დღეს დიდი ხუთშაბათია მართლმადიდებელი ეკლესია საიდუმლო სერობასა და გეციმანიის ბაღში მაცხოვრის შეპყრობას იხსენებს. დიდ ხუთშაბათს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესებაც. სახარების მიხედვით სწორედ ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე წირვას სამების საკათედრო ტაძარში აყავლეს 18 საათზე კი 12 ვნების სახარება წაიკითხება. მაცხოვარმა იესო ქრისტემ მოციქულები შეკრება და შესრულდა საიდუმლო სერობა, სადაც პირველად აზიარა სიასადახორცს მოციქულები. ასევე ამ დღეს დიდი თავმდაბლობის ნიშნად მათ ფეხები დაბანა და ასწავლა, რომ მსახურები უნდა იყვნენ ადამიანები, სხვა ადამიანებისა და ასევე გეცემანიაში ლოცვის დღე არის და ყველა ტაძარში აღევლინება წირვები. მართლმადიდებლური სამყაროსთვის დღეს მნიშვნელოვანი დღეა, მოგეხსენებათ არის დიდი ხუთშაბათი, როდესაც დაწესდა წმინდა ზიარება, სრულიად საქართველოს მიულოცო დღევანდელი დღე. ეს არის განსაკუთრებული დღე, იმიტომ რომ ამ დღეს მაცხოვარმა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ დააწესა ზიარება. ამიტომ დღეს ზიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აი ნათქვამია რომ დღევანდელი ზიარებას 7 გზის ზიარებას უდრის. სააღდგომო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 550 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა. სადღესასწაულო კალათები მრავალშვილიან ოჯახებს, დედმამითობლებს, ხანდაზმულებს, მარტოხელა-მშობლებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს, ასევე განსაკუთრებით შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცათ.
სააღდგომო ტრადიციულად 550 ოჯახს გადავცემთ საკვებ პროდუქტებს იმ ოჯახებს, რომლებიც საჭიროებენ სოციალურად გვერდში დგომას. წლებია ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ამ პროექტს ახორციელებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან. სწორედ გათვლილია ისეთი ოჯახების დახმარებაზე, რომლებიც არიან ზრუნველობას მოკლებული და ზრუნვა ამ ოჯახებზე მომავალშიც იქნება ჩვენი პრიორიტეტი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა საუბარი შეეხო ტურიზმის სექტორში გლობალურ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. გაიმართა დისკუსია არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე. საუბარი შეეხო ტურისტულ ბაზრებზე ერთობლივ აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს ნეგატიური გავლენის შემცირებას. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის ჩართულობით პრიორიტეტულ ტურისტულ ბაზრებზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს განახორციელებს. საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე მუშაობასთან ერთად დაგეგმილია შიდა ტურიზმის დამატებით სტიმულირება და ამ მიზნით კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება. გამართეთ შეხვედრა ტურიზმის კერძო სექტორთან მსოფლიოში მიმდინარე გლობალური მოვლენებიდან გამომდინარე ვიმსჯელეთ გამოწვევებზე, მათ შორის დავსახეთ ერთობლივი გეგმები, როგორ შეიძლება რომ ტურიზმის სექტორს შედარებით ნაკლები გავლენა ჰქონდეს საქართველოში ტურიზმის სექტორს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მათ შორის ვისაუბრეთ ახალ მიმართულებებზე, არსებული მიმართულებებზე, ერთობლივ ღონისძიებებზე, ეს იქნება სიხშირეების დამატება, მარკეტინგული კამპანიები, B2B შეხვედრების მოწყობა. შევძელით რომ მარტის 12-15 რიცხვიდან ქონოდა 80-90%-იანი დატვირთულობა სხვადასხვა ბაზრებიდან, სადაც უფრო მეტად გავააქტიურეთ მარკეტინგი და ასევე ფასების კორექტირება მოგცა სწრაფი შედეგი. იგივე ვაპირებთ აპრილის თვეში, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ამ დაძაბული ვითარების დასრულების ფაზა. 25 წლის სეზონი იყო არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი და ჩვენ ბევრად უკეთეს სეზონს ველოდებით 26 წლის მიუხედავად ყველაფრისას. მაინც მჯერა, რომ მიუხედავად იმ გაძვირების სასაწვავის, რომელიც ყველას ძალიან დაგვარტყა და მართლა რეალურად სერიოზული პრობლემა გახდა, მაინც სეზონი ცუდი არ იქნება. საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ათენში საბერძნეთის ეროვნულ ოპერაში თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტი გაიმართა. კონცერტზე მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით მისივე ნაწარმოები რეკვიემი შესრულდა. სააღამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. ეს იყო სავსე დარბაზი, სავსე ემოციები, საოცარი მუსიკა, საოცარი შესრულება, რომელშიც იგრძნობა ის უდიდესი ტრადიცია, რაც ქართულ ხელოვნებაში დევს მრავალხმიანობა, ფერთა სიმრავლე, ნიჭიერება, რა ვიცი, ყველაფერი. ეს იყო ნამდვილად ხელოვნების ზეიმი. კულტურა არის ერთ-ერთი ის განუმეორებელი, რაც ჩვენ გვაქვს, რასაც ნებისმიერ ქვეყანას შეგვიძლია შევეჯიბროთ და არა მარტო ქვეყანას, ერს. გენიალური ფოლკლორი ჩვენ რაც გვაქვს, კიდაც სიმღერა იყოს, კიდაც ცეკვა, ამას ყველა აღიქვამ როგორც ჩვენ ისტორიას. ასეთი იყო ახალი ამბები, პოსტივის საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას ზუსტად 13 საათზე გააგრძელებს.